რა არის ჰანტა ვირუსი და რამდენად საშიშია ის. დღეს ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. უკვე ყველა თქვენგანისთვის მეტნაკლებად ცნობილია ინფორმაცია იმ ხომალდის შესახებ, რომელზეც დაფიქსირდა ეპიდაფეთქება და ისიც გეცოდინებათ, რომ არის საკმაოდ მსხვერპლი. რა ხდება სინამდვილეში, რა საფრთხეებს შეიცავს ჰანტა ვირუსი და გველის თუ არა ახალი COVID პანდემია. ამაზე სასაუბროდ ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება მერეკლეს აღამშვიდობის. ბექა საღამოშვიდობისა და მიესალმები მაყურებელს. ბოლო რამდენიმე დღეა მთელი მსოფლიო ჰანტა ვირუსზე საუბრობს. ზოგი სერიოზულადაა შეშინებული, ზოგი ხუმრობს, ზოგს კი დრო მიეცა ისევაც გააცოცხლოს აპოკალიფტური შეთქმულების თეორიები. თუმცა ვითარება გაცილებით საინტერესოა. მოგეხსენებათ, ყველაფერი ჰოლანდიურ პოლარულ ხომალდ MV Hondius უკავშირდება, რომელზეც ამ საბედისწერო მოგზაურობისას 24 ეროვნების 157 პირი იმყოფებოდა. პირველი ნიშნები პირველ ინფიცირებულს 6 აპრილს გაუჩნდა და ის 11 აპრილს გარდაიცვალა. მას შემდეგ სიკვდილის კიდევ 2 დადასტურებული შემთხვევა მოჰყვა. ათეულობით კი ინფიცირების შემთხვევა ვიხილეთ. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ გადარჩენილი მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე მკაცრი იზოლაციის პირობებში ისეთი ქვეყნების საუკეთესო კლინიკებში არიან გადაყვანილები, როგორებიცაა ესპანეთი, საფრანგეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ამ შემდეგ. შესაბამისად, ამჟამად ისინი COVID პანდემიისას რომ არ დაგვესიზმრებია, ისეთი კონტროლისა და ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. და მაინც რატომ გახდა საჭირო ასეთი განსაკუთრებული სიფრთხილით მიდგომა და რა არის ბოლო-ბოლო ეს ჰანტა ვირუსი? მსგავსად კორონავირუსისა, მისი შტამით მრავალგვარი არსებობს. თუმცა ტიპური ვარიანტებისაგან განსხვავებით, ეს ადამიანიდან ადამიანზე შეხებით მარტივად გადადის და ანდების შტამის სახელითაა ცნობილი. ის ჰანტრავირიადეს ოჯახის იშვიათი ევოლუციური გამონაკლისი შტამია. ევროპასა და აზიაში გავრცელებული მისი ნათესავებისაგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად მხოლოდ თირკმლის უკმარისობას იწვევენ, ეს ვარიანტი განაპირობებს ჰანტა ვირუსულ ფილტვის სინდრომს, რაც ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად ფილტვებს სხეულის წინააღმდეგ ამხედრებს, ავსებს მათ სითხით და იწვევს სწრაფ, ხშირად ფატალურ გულ-სისხლძარღვთა კოლაფსს. რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის ის განსაკუთრებით საშიშია, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 38%-ია. ანდების შტამის გადაცემის დინამიკა მჭიდრო და სპეციფიკურია. მაშინ, როდესაც ჰანტა ვირუსების უმეტესობა დაინფიცირებისთვის საჭიროებს მღრღნელების ექსკრემენტების შესუნთქვას, რაც ხშირად ხდება ისეთი სამუშაოების დროს, როგორიცაა ბეღლების დაგვა, ანდების შტამით ერთი დაინფიცირებულიც საკმარისია, რომ მან სხვას ბეღლთან არავითარ შეხებაში მყოფ ადამიანს გადასდოს დაავადება. კვლევები მიუთითებს, რომ გადადების პიკი ხდება იმ დღეს, როდესაც პაციენტს უვითარდება ცხელება. თუმცა ინკუბაციური პერიოდი შეიძლება 8 კვირამდე გაგრძელდეს. გავრცელება ძირითადად შემოიფარგლება მჭიდრო კონტაქტით, რაც გულისხმობს ერთ საწოლში წოლას, ერთი საკვების მიღებას, ერთი სითხის ერთი ჭიქიდან მიღებას. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც არ გავრცელდა ის თავად არგენტინის სპორტშიც, საიდანაც გასულ გემზეც პირველად დაფიქსირდა შემთხვევა. მარტივად რომ ვთქვათ, ის COVID-ივით ჰაერით არ გადადის, მაგრამ იმის ალბათობა, რომ თუ თქვენ შეგხვდათ და ღმერთმა დაგიფაროთ და ოჯახში ცხოვრება რეგულარულად განაგრძეთ, ის მაღალი ალბათობით სხვა წევრსაც გადაედება. COVID-ი ვახსენეთ და გადავიდეთ არანაკლებ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემაზე. გველის თუ არა ახალი პანდემია. მიუხედავად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლისა, ჯანდაცვის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს ვირუსი ვერ იქცევა COVID-2-რად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გლობალური საზოგადოებისთვის რისკებს დაბალ დონეზე აფასებს. უპირატესად იმის გამო, რომ ჰანტა ვირუსები ევოლუციურად არაეფექტური გავრცელებადობით ხასიათდებიან. COVID-19-ის ფარული ჰაერწვეთოვანი გადაცემის უნარისაგან განსხვავებით, ჰანტა ვირუსი მოითხოვს სპეციფიკურ ხანგრძლივ სიახლოვეს ადამიანებს შორის. ის არის მაღალი რისკის მქონე, თუმცა დაბალი საფრთხის შემცველი მოვლენა, რომელიც გლობალურ პანდემიად ვერასდროს იქცევა, თუმცა საფრთხე ყოველთვის იქნება რესპირატორული დაავადებების მქონე ნებისმიერი პირისთვის.